ყველა მხატვარი რაღაცა ეტაპზე ელოდება და ემზადება დიდი გამოფენისთვის და ესენი უფრო არის ემოციური და შეიძლება ვთქვა რომ უფრო ვარ მე რომ ვთქვა რომ რაც თავი მახსოვს რომ ხატავდი შეიძლება ცოტა ესე გაპრანჭულად ჟღერს მაგრამ მართლა ესე იყო შეიძლება არ ხატავდი მაგრამ სულ ვაგროვებდი რაღაც მცენარეებს რომლებიც ფერით გავდნენ ერთმანეთს რაღაცა გრადაციას ვაკეთებდი ფერების მიხედვით აი ეხლა რომ ვფიქრობ ალბათ ამან იმოქმედა რაღაცნაირად იმოქმედა ესეთ კონკრეტულ ფერის ახმაზე არა მაგრამ ფერით დაინტერესებაზე მიუხედავად ამისა არ ჩავაბარე ფერწერაზე, ხელოვნება ვცოდნე ვარ და პარალელურად მე ხატვარი. ამ გამოფენის იდეა მართალი რომ გითხრათ ძალიან სპონტანური იყო, თუმცა ჩემ გალერიის უყვარს ეს აი რაღაცა ჩანახატების თემა, უყვარს დაუმთავრებელი, თითქოს დაუსრულებელი ესკიზების თემა. ხატვარი ყველაზე კარგად აქ ჩანს. ეცით რა არის პატარა ფორმატი არ ნიშნავს იმას რომ დიდი კედელი სჭირდება იმიტომ რომ აი ამ პატარა ფორმატში თითქოს ხატვარი იდეას უკეთ გადმოსცემს იმიტომ რომ ერთი წამის ამბავი აი რაღაცა ტვინში მოგივიდა გაიარა გულში და ხელმა გააკეთა სპეციალურად შევქმენი სერია, ეს ჩემს უკან არის ესეთი ურთიერთობების სერია, იმიტომ რომ გამოფენის სათაური პლუსი და მინუსი, ან პლუსი მინუსი, აი ესეთ შეიძლება კავშირის გარეშე. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ურთიერთობების თემები, არ არის მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის, ეს არის რაღაცა რა ვიცი, უცხო ადამიანებს შორის, ოჯახს შორის უძღები შვილის დაბრუნება ძალიან მიყვარს ეს თემა, რომელიც აი დიდი ხანია წასულია და მე მაინც მოდის. პლუსი და მინუსი კიდევ არის რაღაცა ენერგეტიკული თემა რა, ნეგატივი, პოზიტიური თემები, აი ესენი ერთმანეთთან როგორ მიდიან. ადრე უფრო ცარიელ გადაჭიმულ ტილოზე ან ცარიელ ფურცელზე მიყვარდა დაწყება და ეს ჩემთვის იყო რაღაცა აი პირველი შეხება ხო აი ამ სიცარიელესთან რაც მომემატა ასაკი მირჩევნია რომ ზედაპირი უკვე დახუნძლული იყოს რაღაც ისტორიით ან იყოს ძველი ნამუშევარი რომელსაც გადავღებავ მაგრამ რაღაც ნაწილებს დავტოვებ ან იყოს ხელნაკეთი ქაღალდები რომელიც ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა ფაქტურად ძალიან ბევრ რაღაცას განაპირობებს რა აი იმან თუ ველურია ეს ზედაპირი შეიძლება ძალიან დიდ მინიმალიზმამდე მიმიყვანოს თუ უკვე რაღაცი დახუნძლულია აი თქვა დაქცეული ჩაიას ხო აი რაღაცა ფორმას ვხედავ და იმ ფორმიდან გამომდივარ და გადავდებ იმ ჩემ იდეას რომელიც თავში მქონდა იმიტომ რომ უკვე ის იძლევა რაღაცას პალიტრაზე ყოველთვის ყველაფერი მიდევს. შეიძლება მე სულ ორი ფერი ვიხმარო, მაგრამ უნდა იყოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სპონტანურია ეს დამოკიდებულება. ჭუჭყიან ფერებში აუცილებლად სუფთა ფერს ვხმარობ მე. ანუ აქცენტი. აი ეს ჭუჭყი და სუფთა მონაცვლეობს. და კიდევ ერთი, არ მიყვარს ყვირალა ფერები. აი ცოტა პასტელივით უნდა იყოს, ცოტა ჩამქრალი უნდა იყოს. ეს აბსოლუტურად ალბათ ხასიათის თვისებაა და არა რაღაც ესთეტიკის რა, ერთად არის გადაჯაჭვული. რამდენიმე სერია, ახლა აი ამ ვერტიკალურ სერიაზე ვილაპარაკებ, ქვია შეხვედრა. ზემოთ არის ალბათ ქალების შეხვედრა, არ ვიცი, შეიძლება დედა, შვილი. ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ აქ შვილი ხვდება დედას, არ ვიცი რა ასაკის, ძალიან ესე მეტაფორულად და აი უბრალოდ მამაკაცის და ქალის შეხვედრა. ესეთი ძალიან თხელი პერგამენტია და ზეთიც არის, კალიუმის პერმანგანატი, ვერცხლის პიგმენტი, ოქრო რაღაცა ესე აჭრილია საღებავები.
რა შთაბეჭდილებით წავა დამთვალიერებელი. ნუ სურვილი ყოველთვის ის აქვს ხატვარს, რომ კიდევ ერთი შტრიხი დაინახოს, რაც არ იცის. ძალიან ცუდი იქნება, რომ არაფერი ახალი არ აღმოაჩინოს და უფესო ვიცოდი. მგონია, რომ ამ გამოფენით უფრო მეტად ჩაიხედავს ჩემს სამზარეულოში, როგორ მუშაობ. აი ამას უფრო დაინახავს. გარდა ამისა, ალბათ დაინახავს როგორი სპონტანური და ესეთი აბდაუბდა ფიქრებიც მაქვს, ალბათ ასეთი არის ეს კედელი ყოველ შემთხვევაში, ესე გამოვიდა და საინტერესო იყო ჩემთვის, რომ სერიებს ნაკლებად უყურებდნენ უფრო ამას. იმიტომ რომ ესეც ალბათ ადამიანის ბუნებაა, რომ რაღაც აი ამ ბევრ განსხვავებულობაში იპოვო შენ რა მოგეწონება. ჩემი ნამუშევრების გამოფენა სათაურით პლუსი და მინუსი იხილავთ ამ კვირის ბოლომდე გალერეა ვერნისაჟში, მოგწანდით. გელით.